შემართლა თქვიეს. მე 11 ის ვარ. ხო. What? არა, ეს უცნაურია საცმელად. მას შემდეგ, რაც ავსტრალიიდან დავბრუნდი, ბაჩი ერთი ბიჭი დამყვება. უკვე 4 დღეა მომდევს. რამდენიმე დღის წინ პოლიციამ წაიყვანა, როცა ჩემთან გამოიქცა და შემაშინა. კიდევ უფრო მეტი შევიწროებელი კამერაზე იჭერენ. და კი, უკვე იცით მათი რელიგიური კუთვნილება და იცით რომელი ჯგუფების წევრები არიან. ეს უკვე ერთჯერადი შემთხვევა აღარ არის. ეს არის რაღაც, რაც მუდმივად მეორდება. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. რა თქმა უნდა, პაკისტანელი. რაც უნდა აკეთებს, პანს იღებს, ფარეს ეძებს, სამყაროსგან განსხვავდება, არეშინია. ანუ ეს კაცი, ხო? ვიდეო, რომელიც ბრუნავს ბერძნულ სოციალურ მედიაში აჩვენებს პაკისტანელ მამაკაცს, რომელიც ბერძნულ სანაპიროზე მობილური ტელეფონით იღებს ახალგაზრდა ქალებს საცურაო კოსტიუმებში. ვიდეოში ჩანს პაკისტანელი მამაკაცი, რომელიც მობილურ ტელეფონს ხელში იჭერს და სანაპიროზე მოსიარულე მდგომ ან მოცურავე ქალებს იღებს. ვის უკან ჩანს სხვა მოცურავეები, ნავები და სასტუმროები. ვიდეოს ფონად მუსიკა ადევს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პაკისტანელი მამაკაცი და მისი გარემოცვა სრულიად უდარდელად ავლენენ მის ამაზრდენ ქცევას. სოციალური მედიის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ პაკისტანელების მიერ ქალების საჯაროდ ფარულად გადაღების მსგავსი შემთხვევები უკვე ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბერძენი პოლიციის მხრიდან სასწრაფო ჩარევის აუცილებლობას. წარმოიდგინე, რომ ახალგაზრდა გოგო ხარ, სანაპიროზე ხარ და ამ კაცს ახლა სამუდამოდ აქვს შენ შესახებ ეს ვიდეო მის ტელეფონში, რომ რაც უნდა ის გააკეთოს მასთან. და შენ უკვე იცი, უკვე კარგად იცი რა ხდება. მაგრამ როგორც ამ ვიდეოს დასაწყისში ვქვიეს, ერთჯერადი მოვლენა არ არის. მოგესალმებით პუშბექში, მე მეირა კეი ვარ, თქვენი წამყვანი. ჩვენ უპირისპირდებით ამას, რადგან დავიღალეთ და გვეზრდება სექსუალიზაცია და ადამიანის და ქალის ძირითადი უფლებების დარღვევა, რომელიც უკვე ნორმად იქცა და სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით ვრცელდება. უყურეთ. ერთი საძაგელი ტიპი მიახლოვდება მე და ჩემს ძაღლს პარკში. ცდილობს დღეში შემიტყუოს მას შემდეგ, რაც უთხარი, რომ არასრულწლოვანი ვარ. იჯაბელა. ფი. როგორ ხარ? მიყვარს საბარო. კი. უბრალოდ აქ ჩვენ სახოს ვასეირნოთ. კი. მადლობს. ის უბრალოდ თამაშობდა. ის თამაშობს. ნუ ვერ ჩემს თავს. და ეს იჯი როგორც ჩემი პატარა ლეგრი. აბადრე უფლებას. ასე რომ ნახონდის. მას მოსტოს ეზაფი ხომ ასეა? კი. ის საკმაოდ პოპულარულია სინამდვილეში. კი. ის არის. კი. სხვათა შორის რამდენი წლის ხარ? კი. 3. კი. მოიცადე ესენი როგორია? ექსპერტის ვარ. ხო. ის უბრალოდ ელაპარაკება მას, ესაუბრებიან ერთმანეთს. არაფერი განსაკუთრებული, არაფერია მნიშვნელოვანი. მაგრამ ხედავთ, რომ ის ცოტა უხერხულად გრძნობს თავს და ცდილობს საუბარი შეწყვიტოს. ეხლა კი ის იგებს, რომ გოგონა 16 წლისაა, არასრულწლოვანია. ოჯახ, სულკი. შენ ვეცი კიდეს ხარ. კარგი, სახვით არ ეთელიდან. კარგი, არიგატო. მადლობა. ნახვამდის. დასრულებულია. გონიო, ეს საკმაოდ მაგარია. და გავკეთებ ამას. Ja? არა. ეს ცოტა ვსეუბნებს ვერს. მოდი აქ სუკი. ჩავიდეთ. მადლობა. მოდი. წადი. აქ. კარგი ბობო ხარ. თქვენ გამოგეპარათ ეს. მან ის ტყეში მიიწვია. გაიაზრეთ, რომ ის 16-ისა თავის ძაღლთან თამაშობს, მეგობრულად იქცევა და მერე ის ეუბნება. უბრალოდ გამომყევი. სულ მცირე ამ გოგოს რაღაც ინტუიცია მაინც აქვს, რომ ეს ცოტა უცნაურია. ჩემო უფალ. რამდენიმე დღის წინ ძალიან შემაშინებელი რამ დამემართა და ამას უბრალოდ დრამატულობისთვის არ ვამბობ. მეც გეფიცებით, მართლა მეგონა რომ ან გამოუპატიურებდნენ, ან დამჭრიდნენ, ან მომკლავდნენ. უკვე გავაზიარე, რაც მოხდა ჩემს ინსტაგრამზე, მაგრამ მე დავფიქრდი და მინდა ეს ვიდეო იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ისტორიის მოყოლა, რადგან ძალიან მჯერა რომ რაღაც სერიოზულად უნდა შეიცვალოს. დიდი ბრიტანეთის პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემა არასწორად მუშაობს. Unlockers-მა მეტი უნდა გააკეთოს და ხალხმა ამაზე უფრო ხშირად უნდა ისაუბროს, რომ ცნობიერება გაიზარდოს. სხვათა შორის ეს მართალია. თუ ამ ვიდეოებს უყურებ, ხშირად ხედავთ, როგორ უყურებენ ადამიანები უბრალოდ გვერდიდან. არ ვიცი, თქვენ როგორ მოიქცეოდით, მაგრამ თუ დავინახავდი, რომ ახალგაზრდა გოგოს კაცი მისდევს, აუცილებლად ჩავერეოდი და ვერ ხვდები, რატომ არ აკეთებს ამას უმეტესობა. იმისთვის, რომ მსგავსი რაღაცები აღარ მოხდეს. ავსტრალიიდან დაბრუნების შემდეგ ბაჩი ერთი ბიჭი გამონყვა. უკვე 4 დღეა რაც გამომყვება. რამდენიმე დღის წინ პოლიციამ წაიყვანა, როცა ჩემთან გამოიქცა და შემაშინა.
და 2 დღის წინ კავის მაღაზიაში გარეთვი ჯექი და მან დამინახა, მოვიდა ჩემს პირდაპირ მავიდასთან დაჯდა და მიყურებდა. შემდეგ მოვიდა, ჩემი სასმელი აიღო, დაიწყო დალება, წაიღო ჩემი სასმელი და სექსუალური ხასიათის მუქარა გამოთქვა. შემდეგ ავდექი და წავედი, ის კი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მთელ ბაჩში გამონქვა. სრულიად შემაძრწუნებელია, რომ ესეთი ისტორიები ხდება. საშინელია. დაგივარდა რაღაც, მოდი აიღე, დაგივარდა. დაგივარდა რაღაც, არაფერი. მოდი შევიხდი. მოდი შეგიხდით იმისთვის, რაც გავაკეთე. მოდი შეგიხდით ყველას იმისთვის, რაც გავაკეთე. მოდი შეგიხდით იმისთვის, რაც გავაკეთე. მინდა თიხის შესახებ გკითხოთ. თიხა, ხო? თიხის ფორმები. თქვენ თქვით ეს. დატოვა ჩვენებთან ვიდეოს, იმიტომ რომ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაზე ვსაუბრობ, თითქოს ეს მხოლოდ მამაკაცების მტაცებლების საქმეა, მაგრამ სინამდვილეში ეს საზოგადოებრივი პრობლემაა. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ უბრალოდ მიუახლოვდნენ სხვა ჯგუფის, სხვა ფერის, სხვა ხასიათის, სხვა რელიგიის ადამიანებს და შეუტიონ მათ. თიხის ფორმები. და გადაიღონეს. თიხის ფორმები. თიხის ფორმები. თიხის ფორმები. შემომხედე. შემოხედე თვალებში და დაუსწოდი მას. ძალიან ბრაზდები ეს. უყურე ამ თეთრკანიან გოგოს და ის არ არის დარწმუნებული რა უნდა გააკეთოს. და ეს იღებს ვიდეოს. ეს არის ყველაზე საზიზღარი რამ ჩემთვის ამ ყველაფერში. ზოგჯერ პატარა რაღაცებია, რაც ყველაზე მეტად გაბრაზებს ადამიანს. ეს იტალიაში მატარებელში. სალამ ალეიკუმი. როგორც ჩანს, კონდუქტორმა რატომღაც დააუწყდა რამდენიმე ბილეთის შემოწმება. თეთრკანიანთა პრივილეგიის კიდევ ერთი ფორმაა, რომლითაც ყველანი ვსარგებლობთ. გამოკითხულებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი რამ მთელ ევროპაში ხდება. საფრანგეთში, ფინეთში, გერმანიაში. შენ საცხოვრებელ ადგილას თუ შეგიმჩნევი ასეთი რამ, კომენტარებში მომწერე. სინამდვილეში გერმანიაში, თიურინგიის შტატში მატარებლის კონდუქტორებს უთხრეს, რომ მიგრანტებისთვის ბილეთები არ შეემოწმებინათ, თინათა სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. ღმერთად ჩემო და შენ გიკვირს, როგორ გრძელდება ეს ყველაფერი. სიმშვიდის შენარჩუნება არის ეუფემიზმი იმისთვის, რომ ძალადობრივად არ დაგესხნენ თავს. გერმანულ გაზეთს დაუკავშირდა დაქორწინებული ცხვილი, რომლებიც ცოტა ხნის წინ იმგზავრეს ზუდ თიურინგენის ბანის მატარებლით და შენიშნეს, რომ მათ, ვინც უცხოელებად მიიჩნიეს, ბილეთებს არ უმოწმებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელ მგზავრებს მაინც ამოწმებდნენ, მატარებლის კომპანიამ თავდაპირველად უარყო ეს, მაგრამ შემდეგ აღიარა, რომ მათი პოლიტიკის მიხედვით კონდუქტორებს ჰქონდათ დისკრეცია. არ მოეთხოვათ ბილეთის მოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულება. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ სიტუაცია შეიძლება გაგამწვავდეს და თავს საფრთხის ან დაშინების ქვეშ გრძნობენ, და უბრალოდ იცოდეთ, რომ ეს თავისთავად უკვე მტკიცებულებაა. თუ ეს უცხოელია, თქვენ გეშინიათ მისი. განა ეს სათმანისი მაჩვენებელი არ არის. საკმაოდ კარგი მიზეზით. წერილში მთავრობას იმავე მატარების კომპანიამ მკაფიოდ განმარტა, რატომ აიძულეს პოლიტიკის მიღება. სახელმწიფო და ფედერალური პოლიტიკოსები არაერთხელ საუბრობენ მიგრანტებისა და ლტოლვილების ინტეგრაციასა და ტოლერანტობაზე. გთხოვთ, სერიოზულად გითხავთ, როგორ შეგიძლიათ ელოდოთ ამ ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომ გახსნილები იყვნენ ლტოლვილების მიმართ მიმდინარე პოლიტიკისადმი, როცა მათ ეს უწევთ. თითქმის ყოველ დღე და არამხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდებით მოწმე ასეთი ძალადობის, სისასტიკისა და აბსოლუტური უპატივცემულობისა და დაცინვის ჩვენი კანონებისა და საზოგადოების, მათ შორის მისი ეგრეთ წოდებული ღირებულებების მიმართ. ზოგიერთი დემოგრაფიული ჯგუფისთვის ეს არის მომენტი, როცა ეჭვმიტანილი მიგრანტი გუჩის ქურთუკით გადის ორ ბარიერს გადაუხტელად. ორი მამაკაცი, რომლებიც როგორც ვარაუდობენ გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებულ Holiday Inn-ში რჩებიან, შენიშნეს როგორ აიცილეს გადასახადი მაშინ, როცა ყველა დანარჩენი ჩვეულებრივად აღრიცხავდა ბილეთს. საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებლები. ვერ უყურებ, უბრალოდ არ შემიძლია ამის ყურება. ეს არ არის სამართლიანი, ეს არ არის სწორი. საქმე არ ეხება იმას, რომ ისინი კარგები და საზოგადოებისთვის სასარგებლო ადამიანები არიან. ისინი საშიშები არიან და ცუდად ეპყრობიან ჩვენს ხალხს და ჩვენს ხალხს უნდა კონდეს გარკვეული სტანდარტი, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს. მადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის.